როდესაც რუსეთს ჯერ კიდევ არ ეცალა ჩვენთვის, იმ საუკუნეში შეეძლოთ რომ რაღაც გაერთიანებებში მივიღეთ, თუნდაც ნატოში, თუნდაც ევროკავშირში და ამით ჩვენი ტერიტორიის რღვევა აღარ დაიწყებოდა, მაგრამ დაგვტოვეს რუსეთთან პირისპირ და მივიღეთ რა დროებით წართმეული ტერიტორიები, უამრავი ადამიანი აყრილია და თავის სამშობლოდან დევნილია, ზოგი ისევ ჩვენს მიწაზეა, ზოგი კიდე უცხოეთშია ძალიან ბევრი, მილიონზე მეტი საერთოდ საქართველოსთან ამ ძიმე მდგომარეობის გამო გასულია. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩაუვარდათ რუსებს ხელში. რამდენი ხანი ვთხოვდით მსოფლიო თანამეგობრობას რომ დავეცავით. თუ ბალტიისპირეთი მიიღეს თავისთან და ამით დაცვა გაუკეთეს ბალტიისპირეთს, ხომ შეეძლოთ ჩვენც მივიღეთ. მაგრამ როდესაც ამ ცოტა ხნის წინ წასულები ვიყავით, თქვათ გარეჩი რაღაც ჩვენი ტკივილის გამო, გულის ტკივილის გამო, რაღაც ცვლილებები იმართება ამ დროს თბილისში და ყველანი ლაპარაკობენ ის ქვეყნები, რომლებისგანაც სულ სხვა დახმარებას ველით, რომ თურმე ვიღაცეების უფლებები უნდა დავიცვალოთ. ეს ვიღაცეები არიან მამათმავლები, დედათმავლები, სქეს გადაკეთებული ადამიანები და კიდე არ ვიცი ვინ. ეს არის სრული უზნეობა, ეს არის ჩვენ თავისუფლება იმისთვის არ გვინდა რომ ტერიტორიები რომელიღაც იმპერიებმა წაგვართვან და მე ჩვენი თავისუფლების გზა არ გადის მამათმავლობაზე და სხვადასხვა რაღაცაზე.